მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით. დღეს არის მეორე დღე ნადირობიდან, 23 რიცხვი არის, ვიმყოფებით ისევ ნინოწმინდის კი ბატონო, კი, ხანჩალის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ რა. გუშინდელისგან განსხვავებით, შედარებით უფრო თბილი ამინდი არის, იმართლა გითხრათ, ცოტა დავაგვიანეთ, კიდეც მოსვლა მთლად გამთენი ისას ვერ მოვედით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად ვინადირებთ. მეგობრებო, ვეცდებით მე და არჩი ვიპოვოთ მწყერი. ხმა მესმის, სადღაც აქვე უნდა იყოს თითქოს მწყერი და ნახოთ თუ გაგვიმართლა, ვეცდებით ვიპოვოთ. Έτσι, მიდი. შვენიერი. ოპა, კიდე აბოვიშ. შვენიერი. სად არის ხა? ეს მამაც ახლა. აი. პირველი მოპოვებული მწყერი დღეს. შვენიერი გიო. ჯოხი მოაქვს, ეს არ არა უშავს. არც ის არის პრობლემა, რომ ჩვენ მივიდეთ და ავიღოთ. ისე როგორ რეაგირებენ შენ სასტვენზე, ეგრევე უყვევენ. მარტო ახლოსი არის, შეშო. ოპა. ისე აი ესეთი რამდენჯერ ამფრენი. შევიდეთ თუ გინდა, კაც. არა, просто ეს არის შოქი. ეს ხა შეგვიძლია ცოტა ტემპში გავიაროთ. ხო, კი ბატონო. კარგი გენცოლე, მას უკნა. Έτσι. Τι. მოგევლეთ. Έτσι. Τι. Έτσι. ოჩაღები. მომე? ოჩ. მომეცი? რატო არ მომეცი? ჯოხი მოაქვს, ეს არ მოაქვს. მეგობრებო, ჩემი მწყერზე ნადირობა როგორც ჩანს დასრულდა. არჩი გაყვა, არ ვიცი მელია, არ ვიცი კურდღელი დაძდებს მოკლედ გიჟივით. მე ისღა დამრჩენია რომ არ ავყვეთ ემოციებს და დაველოდოთ ძალს მანქანასთან. მალე დაბრუნდება იმედია. ამავდროულად ძალიან მაინტერესებს გოგასთან და ბიჭებთან ნეტავ რა ხდება. ხო, მარლენი ცალკე გავიდა, რომ თავისი იაგით ენადირა. მე და გიორგი ამ მინდვრებს შემოუყევით და მე მგონი მორჩა მარლენის ნადირობა იქინა გამომდინარე, რომ თუ ეს მელის კვალს გაყვა, მორჩენილი ამბავი არის მწყერზე, აღარ გადმოერთვება. ეიხ მარლენ. ნახე აბა, ნახე პატერო. ადგილები გადასარევია მეც ძალიან მომწონს კი. შენ ეხა წარმოიდგინე, აქ რო კარგად იყოს მწყერი, რასაც მწყერი ქვია გიო რა.
მოდი, კარგი, მომეც. აგერ. ოპა. აი, ჩემო გივარგი. შვენივრად იმუშავა ძაღმა რა გინდა. ხო, კი ბატონო. კარგები ხართ, კარგები. ხო, მაღალია. შორს იქითკენ ჩვენი ბიჭები ნადირობენ, ალბათ დაახლოებით 800 მეტრში ჩვენგან. იქიდანაც იყო რაღაც სროლები დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ნორმალური შედეგი აქვთ. მე და გიორგიც არ ჩანვართ უკმაყოფილო იმ გარემოებაში, რასაც უმწყეროება ქვია, რაღაცას ფაფხურობთ. აი ხარ. მიდი, კარგი ხარ. მიდი ნახე, მანდა არის სადღაც. მიდი, ეცი მიდი. მიდი, ეცი, ნახე რას გარბის რა. გაიქცა. გაღლები, ოპა, კაი ხარ. ეცი. მიდი ნახე. მიდი. ნახე აბა. შეიძლება იყო რაღაცა. კაი ბატონო. მალენიც გამოჩნდა. მოდის. შეიძლება მოვასწრო კიდეც ნადირობა, ნახოთ. სიმართლე გითხრათ არ გამიგია მაღლიდან გასრულის ხმა. ლილუ, რას უყურებ მანდა? მიდი ნახე აბა. ნახე მიდი. აქ უარ ჩამოვარდა მართლა იმის. მიდი ლილუ, ყურადღებით. მიდი, ეცი. მიდი რა შედაუდექი უკნიდან. მიდი, ეცი. მიდი. მოიცა. მიდი, ეცი. მიდი აქ მიდი. მიდი. წავიდა გაგიქცა? უყურებ. ნახე რამდენი ხანი არ ამოვიდა ბიჭო პროს. არ გადამიტენა ვერ ვესულ. მიდი ნახე. ვიმახსოვრებ. არ ვესვი მაგას. ნახე ლილუ, ოჩახ. დაიჭირე, ოჩახ, მომე. კი, ძაღმა იპოვა. აი, ეგ დაჭრილია, უნდა დაიჭიროს. კიდე ამასთან ყურადღებით, ამან იცის. გადასარევი გასროლა იყო, ნახე. ვა. მოდით. არა, მენდო აღებულზე დაეცა მე მგონი სადღაც. ოპა. ფუ. კარგი ძაღლი ხარ. ფუ. შვენიერი. როგორი გასროლა იყო, ლევან?
ჩვენ კი მოვრჩით ნადირობას, მაგრამ ბიჭები აი აგერ მოსულზე, ეხლა განახორციელეს გასროლა. არ დაკარგოთ ეხლა ეგ. ზური იყო თქვენსკენ სროლები, კმაყოფილები ხართ, ხო? აი, ამის მუშაობის მერე კადრებს გაჩვენე. ვაა, შვენიერი. პეჩენია აღარ აჭავო, ხო? ჩაჯდა თუ დაჭრილი იყო და ჩაკიდა ფეხი. ეშინებული იყო. მოდი ახლა, ლილუ. მოდი ჩემთან ნახევა. ხო ის როგორ არის? სადაც გავა გამო. ანუ არ გადასულა ამის იქით? არა, აი სადღაც აა. და. რამდენი ძაღლია ყველა? მარკო მოდი შემო. დიდი ბონი. დიდი ბონი ნახე. აი სადღაც აქ დავინახე რომ აი იმ დიდ ბალახებში შეიძლება შევიდე. შევიდეს ხომა დიდი. აქ მე უთოფოთ ვარ, თოფიანები მიიწიეთ ცოტა წინ კაცო. ნახე ბონი, მოდი ნახე. ილა გადავიდე. აა. მე ვერ და მე რო გაისროლეთ, მე გამოვიხე. თუ აღედაგდა დავინახე და სადღაც აი, ხო გითხარ. შვენიერი იყო. მიდი ცოცხალია, ბიჭო, მიდი კახა დროში. არა, ძაღლი არის იქ. ალია ვერ გადავალი. არა, ძაღლია კაცო, ან მოიტანს ან არა, მაგრამ რაღაცა უნდა უქნათ. თლადესი არ გამოვა. ნელა კახა არ ჩავარდეთ უძმა ხარ. კაი გადასაღები იქნება. კარგი ნახვები იქნება. მიდი ჩავარდი. ჩავარდი? კარგია, მომწონს. ხო, თოფი მართლა რაღაც გინდოდა, მაგრამ დაეყდენი იმ თოფს და ამოგიყვანს. ადაროები შეჭაობში. მართლა? ერის ბოლოსი რას არაკეთებს? კაცი, რას არაკეთებს მონადირე მწყერის სასაღებად? გადასარევი ფინალი გამოგვივიდა ძმებო რა. აქეთ გადმო. აი გადმო და ცოტა აქეთ გადმო. ეხა არ მითხრათ რომ წყალში ჩავარდა და წყალმა წაიღოთ, ო. აუ, ეგ არ დავკარგოთ რა ეხლა რა წყალში ჩახტა დავიჯერო თავი დაიხჩო. ნუ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ მწყერი იმ რაოდენობით არ არის, იცის უკვე ჩვენმა მაყურებელმა, ჩემს შემთხვევაში დღეს სამი გასროლა განვახორციელე, სამი მწყერი მოვინადირე და რაც ძალიან სასიხარულო იყო, სამივე ავიღე. то წინა ნადირობაზე 5 მონადირებულიდან 5-ვე დავკარგე და აი რა ვიცი ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ გამიგებთ მონადირეები რა. მივალ ახლა ვნახავ მაინტერესებს ბიჭებმა რა ქნეს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აი ჩემი ნანადირები. სამი მწყერით შედეგი არის ძმებო. მარლენ. აი ჩემი სამი ცალი მწყერუკა გენეცოლი. მაგარი. ჩამოკიდებ? კი, ეხლავე გავალამაზე. 50%-იანი შედეგი, 6 გასროლა 3 ავიღე. შვენიერი, ლაშა არის ჩვენი მეგობარი, რომელიც ინგლისიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ გახსნაზე ჩვენთან ერთად ენადირა და მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა დიდი. რამდენი აიღე? 4. შვენიერი შედეგი არის, მე 3. ხო, არა, ძაღლმა უფრო მეტი ამოიღო. ხო, ნუ ეხლა რა მნიშვნელობაა, კაცო, 4 აღებული და ჩავლე გუშინ 5 მოვინადირე და ვერც ერთი ვერ ავიღე და ეხლა რო 4 ცალი გიჭირავს ხელში უკვე კარგი. ცალი დავგარი. ხო, ნუ წყალმა წაი. იმან თავი დაიხჩო და ამიტომ დაიხჩო ნარგო. შვენიერი გადასარევი. შვენიერი ნანადირები შეგვიგროვდა ჩემო მარლენ რა. და ეს ინგლისიდან ჩამოვიტანე? ეს ლაშამ ინგლისიდან Great Britain in action. მოკლედ, რომ ვთქვათ, ნადირობა შემდგარი არის ხალხო კი. რა. საინტერესოა ნეტა თქვენ სად ნადირობთ, დაგვიკომენტარეთ ხალხო. იცი რა მაინტერესებს? ეხლა გიორგი მეტრეველმა წამოწია ესეთი იდეა, რომ კი ცხელაო, მაგრამ თუ ხოძზე ხართო ხო არ გაგვევლო კიდეო და მარლენ
ხოძე ხო ხარ? იმდენი ხალხი ვართ, რომ ეს მწყერი რო გავიყოთ, ხო? ცოტა იქნება და. ამიტომ ცოტა დავამატოთ. კი, დავამატოთ. აი ძმო, დავიზაგროთ ცოტა, დავიზაგროთ. კი. ძაღლები გადასარევად მუშაობენ ძმო. ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით სულ გთხოვთ ხოლმე რომ გაიმეორეთო რა თოფებით ნადირობთო. მე ვნადირობ სტოგერით 3000-ით. 4-იანი ჭრილი მაქვს და საკმაოდ შორ მანძილზე მოხსენი მწყერი მე თვითონ რო გამიკვირდა ისე დღესაც და სხვათა შორის გუშინაც გახსნის ნადირობაზეც. რაც პრინციპში ძალიან მახარებს. ეხლა გამოვიარეთ უკვე პრინციპში არც თუ ისეთი პატარა მანძილი ამ მინდორზე, მაგრამ წერი ჯერჯერობით არ ჩანს. ვიმედოვნებთ რომ რაღაცა იქნება. არ არის პატარა მინდორი და თან ვერ ჩვენ ვერც ბიჭებმა ვერაფერი და რა გითხრათ. გადასარევი შედეგი იქნებოდა, კაცო. კი. კი 20 Oliake. Aka. Oli. Argoake. Ai marle, poitsiani. აწია ესე დაგვანახე ძმაო. გილოცავ. აი ეს მინდორი არის მწყრის. როგორ აი ეს ოლი, აი ესეთები და აი ახლა მე გადავალ იქით მხარეს და ჩამოუყევი გიო შუაში და ჩვენ აქეთ იქიდან. ოჩა, გავიდა, ნახე. არა, არც გამისვრია კაცო. ნაბულზეა. რა იყო დასაჯეთ? ნუ იტყვი რა, დახვრეტვა მოუწყეთ რა. ნახე. მომენტ. მარკო, ხო, ერთდროული გასროლა იყო. აუ, გახსოვს მეტაში რამდენი სინქრონი გავა. ბევრი, ძალიან ბევრი, კი. დარჩა მაქედამ წერი კიდე? პატრონ გაიყო სხვათაშო. კაი, არ გადამრიო. გავიდეთ. ონი, აკე. დიდი. ოჩა. აი მასური აცი. კი, მახსოვს. ოჩა. მარკო, ჩემთან. იპოვა, იბადა. ოჩა. დაშვები. კარგი არის. კარგი მოჯერე. მარკო. მადლობა. აი ხლა იმასაც დავანები თავი. ხეს ვერ იყო ეხა კაი თემა. ის მეთქი არ დავკარგო. აუ მკლავი მეტკინა, ძალიან ცუდად ვესროლემ მკლავიდან, ამის დედავატირე ამისი რა. პატარა ვეღარ ხეთავს ხოლმე, ისო? არჩი გადაყვებოდა ეხა რაღაცა ნადირს ისევ. არა, მოვიდა უკვე მანქანაში არის, მაგრამ აღარ გამოუშვი რა. თან ეხა არ მინდა რომ ამ ძაღლებთან ერთად შეიძლება კან კონფლიქტში შევიდეს და რა ძალაა. მიდი. ანუ ან ყვალზე ყვალზე მისდევ სავარაუდოდ.
სადღაც უნდა ამოიყვანონ. ოპა. მედი. ოჩაღე. ონი. შედლებით ყველაფერი შეიძლება. მოდი ტონი. ყურადღებით. მიდი, ნაბულია. აბა ნახე სად არის. მასე იოლია. აბა ნახე სად არის. ხო, თან ჭიდრო ბალახი არის და მაგიტომაც უჭირს ადგომა რა. ეხა წერა მარკო დადგა ნაბურზე და ტონი მომოიყვანა მე. ხო. ოჩა, მოდი, ამოვიყვანე საქარი. იცი ეს პარტიზანი, ეს ინაირი. ოლი. მოდი ტონი აქ, მოდი აქ. მოდი. ეხა სიმართლე გითხრა ბავშვობაში ცოტა სხვა რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე. თუ ხედავდი რომ კულტურა იყო წინ. აი აქამდე დაჟე 50 მეტრით უკან. ჩავირბენდით ხოლმე და ამოუყვებოდით რა რომ მანამდე გარეკილი რაც იყო იმას. მიდი ნაბულია კი. ბიჭებო ის ხო არ დგას, ბიჭებო. დგას. დაიცა. მიდი მამა. აქედან არ გაუსო. მიდი. ჩაჯდა. ჩაკიდა იმან. ჩამჯდარი კი არა, მაგას ვეღარ იპოვი, ახლა დამიჯერე რა. აი ბიჭო, იცი რა ტრაექტორით ხო აი სადღაც აი აქ არის რა. თლათ ყანაში აღარ გადმოსულა, ასე ვთქვათ. აი ეგეთ რაღაცებზე წყდება გული ხა, ამისი გამაზვა როგორ შეიძლებოდა. არა ჩავიდე ვიჯიბეშიტო. დავია მეტი. მეტი რა ქნას ძაღლმა. ნაბულიც იყო, ყველა სეკუნდერება ყველაფერი იყო. ვახ, ეხა აი კაი ის ვთქვათ დავაბრალე და ნუ მართლა ეგრე იყო ვასრულინე ჯერ ლაშას და ნუ მე ვერ წხედავდი მზე მირტყავდა. ჰა? 5-იანი. 5-იანი? 5-წრილიანი. კი? მე რატო არ 4-იანი მიყენია, შე რა გონია? 4-იანი უკეთესად გაშლიდა. კი. კი, მაგრამ ვერ დავასვი რა. ბიჭო, აი ნახე, აი ამ წვანეს ზოლთან ჩავარდა და მე ვიფიქრე რომ ტრაექტორით იქითკენ ხო არ გადავიდა თქო რა. აი, რა. არაფერი აუყვეთ რა უნდა ვქნათ. ეს ხო ჩამოვიარე. და მაშინისკენ გადავიდეთ და ავიდეთ. ხო. მორჩით ნადირობას ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ, ვნახეთ ძალიან ლამაზი ნაბულები. სეტრების მუშაობა მაინც სულ სხვა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ გოგამაც მოახერხა სიამოვნების მიღება. კი, რა თქმა უნდა. მაყოფილი დარჩი ხო ბოლოს? მაყოფილი დავრჩი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ მედაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწყერი არ არის, სულ ხაზს უსვავთ, რომ არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი ბევრის მონადირება. პრიორიტეტი არის ლამაზად მონადირება, კარგ ხალხთან ერთად მონადირება და საერთოდ ნადირობას ეს მუღამი აქვს და არა ის რომ რიცხობრივად ბევრი აიღო. ეხლა ისე არ გამოგვდის როგორც კატა ვერ შეწუდა ძეხსაო პარასკევია დღესაო, ჩემო საყვარელო მაყურებელო. მართლა გვსიამოვნებს დედას გეფიცებით რა. არც იმას ვამბობთ მალენ რომ თქვათ მეტი რო ავიღოთ უარზე ვიქნებით, მაგრამ ამ მწერობაში რაც მოვინადირეთ მე მგონი კაცზე საშუალოდ 4 ცალი გამოგვივიდა რა. შეიძლება 5-იც აი გადავიწვი. ალბათ ხო, 5 ცალი უფრო გამოგვივიდოდა, მაგრამ აქ იდეა სულ სხვა რამეში არის, როგორც ჩემო გოგამ აღნიშნა. მეგობრებო, რაოდენობა არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი და თქვენც მოგიწოდებთ, რომ რაოდენობისგან თავი შეიკავოთ, ეცადეთ უფრო მეტი სიამოვნება და ხალისი შეიძინოთ ხოლმე ნადირობისას. კარგად იყავით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.